Სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 20 ქვეყნიდან ჩამოსული 100-მდე დელეგატი კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეცნობა. პირველივე შეხვედრაზე სტუმრები EBRD-ის კვლევითაც დაინტერესდნენ. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად მოსახლეობის 97%-ს ბოლო პერიოდში არ გადაუხდია ქრთამი, 78% კი თვლის, რომ კორუფციის დონე ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა. Სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დილის 11 საათზე იუსტიციის მინისტრის მიმართვით გაიხსნა. კონფერენცია, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას ეძღვნება, 20 ქვეყნიდან ჩამოსული 100-მდე დელეგატი ესწრება. უცხოელ სტუმრებს შორის არიან ანტიკორუფციულ რეფორმაზე მომუშავე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები. საქართველომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები რეფორმების მხრივ. გაუმჯობესა და გამჭვირვალე გახადა მომსახურების სფეროები. დღეს აქ შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმისთვის, რომ გაიზიარონ ქართული გამოცდილება და ისწავლონ თუ როგორ გადადგან მსგავსი ნაბიჯები. ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა თუ როგორ წარმატებას მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და კორუფციის დამარცხებაში. პოლონეთში ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, მაგრამ ხედავთ, რომ საქართველოს უფრო დიდ წარმატებას მიაღწია. კონფერენციის ქართულმა დელეგატებმა სტუმრებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების კუთხით გატარებული რეფორმები გააცნეს. მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ ანტიკორუფციული რეფორმების პრეზენტაციაც გამართა. ამ რაოდენობის სტუმარი, ამ რაოდენობის ქვეყნიდან ჩვენი წარმატების გასაზიარებლად, ასე ვთქვათ, და მათი წარმატებების ჩვენი მხრიდან მოსასმენად აქამდე არ ყოლია. ჩვენ მათ გავასწორებთ იმ წარმატებებს, რომლებიც გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ორგანიზებული დანაშაულის დამარცხებაში საქართველოში. საერთაშორისო კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ყველა იმ რეფორმაზე ისაუბრეს, რომელიც ბოლო პერიოდში უწყებაში გატარდა. უცხოელი სტუმრების დიდი ინტერესი სამოქალაქო და საჯარო რეესტრებში დანერგილმა სიახლეებმა გამოიწვია. საკმაოდ შორიდან ჩამოვიდა ხალხი იმისაც, რომ გაეცნოს ქართულ გამოცდილებას. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნომერი 1 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის კუთხით, ასევე ვართ პირველები მსოფლიოში 92%-იანი მაჩვენებლით და ზოგადად საქართველოს რეფორმები საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნებში. მათ აინტერესებს ძალიან ბევრი დეტალი, როგორ ვაკეთებთ ჩვენ ამ ყველაფერს. სტუმრები EBRD-ის შეტარებული კვლევითაც დაინტერესდნენ. დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. დღეს კი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კვლევის შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე გამართეს. ამ დასკვნის მიხედვით მოსახლეობის 97%-ს ბოლო პერიოდში არ გადაუხდია ქრთამი, 78% კი თვლის, რომ კორუფციის დონე ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა. ჩვენ გავაცანით ჩვენს უცხოელ კოლეგებს ის რეფორმები, რომელმაც განაპირობა ეს წარმატება. საქართველოს გაცნობა ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. არაჩვეულებრივი ქვეყანაა. რაც შეეხება კონფერენციას, მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა ყოველთვის სასარგებლოა იურისტებისთვის, რადგან ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვადარებთ ჩვენ სისტემებს, ვიგებთ ახალ ინფორმაციებს. დღის ბოლოს სტუმრებს სარფის ახალი საბაჟო გამშვები პუნქტიც დაათვალიერებინეს, სადაც მათ დღევანდელი კონფერენცია და საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს. მე დიდი ხნის წინ მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. ახლა კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით, რადგან კარგად ჩანს შედეგი შთამბეჭდავი რეფორმებისა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლებში გაატარა. მე გამოსვლაშიც აღვნიშნე, რომ რჩება შთაბეჭდილება ეს ყველაფერი ზღაპარში განხორციელდა, რადგან 10 წლის წინ ცოტა თუ წარმოიდგენდა ასეთ ცვლილებას პოსტსაბჭოთა სივრცის რომელიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოში. საქართველოს ბევრმა ქვეყანამ უნდა მიბაძოს, რომელიც ქვეყნის განვითარების იმავე კურსს რჩევენ. ებრძვიან კორუფციას და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ნელა იღებენ შედეგს, ან მათი სიტყვები დაპირებად რჩება. იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებული კონფერენციის სტუმრები ახალ ქართულ ბრენდს, იუსტიციის სახლს და გეზის ახალ შენობას დაათვალიერებენ.